სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1992 წლის 17 ოქტომბერს გლენდეილის უბანში, კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში, მადლის სათემოს ეკლესიაში. Შემდეგ კითხვა ეხება ბიბლიას, ბიბლიის ჭეშმარიტებას და კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამან მე იმაზე თუ რა მოსდის იმ ადამიანებს, განსაკუთრებით ვინც იბრალებენ რომ ქრისტიანები არიან და არ მიიჩნევენ ბიბლიას ერთადერთ ჭეშმარიტებად. და დამატებებს აკეთებენ, ეს იქნება ალბათ კათოლიკეები, მართლმადიდებლები და ასევე დღესაც ბევრი პროტესტანტები, რომლებმაც დაიწყეს გადაკეთება ბიბლიის და თავიანთი გამოცდილებების, ზოგმა სიზმრების, გამოცხადებების ჩანაცვლება. ან კიდე შეცვლა ამ ბიბლიის სიტყვისა, რა ემართებათ იმ ერებს და იმ ხალხებს. მე ამას წინებზე ვახსენე ჩვენთან საუბარში, ორი ფილმი ვნახე. სხვათა შორის ესეთი ფილმი ძალიან საინტერესო ფილმი 1951 წელს გადაღებული კლასიკა მამულიანი. ეს არის რეჟისორი რუბენ მამულიანი, მამულაშვილი იგივე, რომელიც თბილისში დაიბადა, მე არ ვიცოდი ეს. არ და მამაჩემი ხშირად მანახებდა ხოლმე ფილმს ზოროს ნიშანი, აერონ პაუერი თამაშობს ბევრ მის ფილმებში, მაგრამ ფილმი რომელზეც მე გეუბნებით ეს არის ქვიშა და ან სისხლი და ქვიშა, რომელიც ეხება ესპანურ იმას გარემოს, სადაც ძალიან პოპულარულია დღესაც კი ხარებთან ბრძოლა, იცით ხომ, ტორეადორებს ბრძოლა და იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსები, რელიგიური გაჟღენთილი. არ ვიცი რატო აირჩია სომხური წარმოშობის ამ რეჟისორმა ეს თემა ალბათ დააკვირდა ამერიკაში, როცა გადავიდა ის ემიგრაციაში და ალბათ იმყოფებოდა. მაშინ ძალიან პოპულარულია ხო ჰემინგუეიც ბევრს წერს ამ საკითხზე, პიკასო მაგალითად არაცნენდა ამ იმეებს. და საინტერესოა, როგორ შეზავებულია ეს წარმართობა, ხო ეს წარმართული რიტუალი არის, რომ იცოდეთ. შეწირვა ალბათ ესე ხდებოდა ხარების, თუ გავყვებით ახლა მე არ გამომიძია ეგ დეტალურად, მაგრამ მე ქრისტიანობაში შედის ეს და პირდაპირ შესვლის წინ ყველა ლოცულობს იესოს ჯვარცმის წინაშე. ზოგი ლოცულობს მაკარენა ყოლიათ ესეთი წმინდანი, ალბათ არ ვიცი ეს მარიამს ნიშნავს თუ არა. და მოკლედ შეზავებულია და პირდაპირ გაგებით მთლიანად აღრეულია ყველაფერი. ხედავთ რას იწვევს, როცა შენ ბიბლიას არ აღიარებ და შენ წარმართობას ტოვებ, ის მეტასტაზებს იღებს და მთლიანად იპყრობს მე შენ რელიგიაში შენ ცნობიერებას. მით უმეტეს ამაში თუ პატრიოტიზმს გაურევ. წარმოგიდგენიათ პატრიოტიზმს გარეული კიდე რელიგია და ეს ახასიათებს უფრო მართლმადიდებლობას თუ გადახედავთ. კათოლიციზმი იმდენად არ არის პატრიოტული, მაინც საყოველთაოა ხო და მაინც ერთი ცენტრი ყავთ. მაგრამ გადახედეთ მართლმადიდებლობის ყველა ქვეყნებს რატომ ეომებიან ისინი ერთმანეთს, რატომ იბრძვიან, ხო? და ასევე მეორე ფილმიც, რომელიც მე ვნახე, თუ გაინტერესებთ, ხო, ეს არის დასაფლავება. ეს არის ფერერა, ესეთი რეჟისორი არის, ძალიან საინტერესო. და არის სამი ძმის ცხოვრება არის, რომელიც ერთ-ერთი უმცროსი კვდება და მისი დასაფლავება და იხსენებენ ესენი საიდან წამოვიდნენ. იქაც ბევრი კათოლიკური გაჟღერებულია და გაპარულია ბევრი კათოლიკური ნიუანსები. მათი გაგება ხსნაზე, მადლზე და ეს პიროვნება იყო იტალიელი და ირლანდიელი. წარმოიდგინეთ ორი ნაჯვარი, რომლებიც ყველანაირად გზასაცდენილები არიან რა და ვერ დაულაგებიათ მათ. აი ვერ დაულაგებიათ ძალიან ბევრი საკითხები და მე დიდი პრობლემები ექნებათ, როცა ისინი პროტესტანტულ გარემოში ხვდებიან. გესმით? აი განსაკუთრებით ამ ფილმში ძალიან ძლიერად არის, როგორ პრობლემის წინაშე დგებიან ისინი, როცა ოჯახი და შვილები უნდა გაიზარდონ. და ეს შენი მაფიური გადმონაშთები სიცილიიდან და იმიდან კატასტროფულია, გესმით? და ვერ დაულაგებიათ შურისძიება, იძიონ შური, არ იძიონ, რა გააკეთონ და სულ შეცდომებში შევლენ და მეუღლე რასაც წინასწარ მეტყოლეს, მეუღლეს არ დაუჯერებენ, ქალები მაინც უფრო ადრე იღებენ, ხო იცით, ძალიან ბევრი ესეთ სწორ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს. იმ განსაკუთრებით შვილებზე განიცდიან და იმიტომ, ხო? და რამდენი ქართველი დღეს ზუსტად ამ ტყვეობაში არის. როგორც საქართველოში, ასევე ემიგრანტებიც გარეთ. აი ამათ მსგავსად, ირლანდიელების და იტალიელების მსგავსად, როცა შენი კულტურა, შენი რელიგია კონფლიქტში მოდის იმ გარემოსთან, სადაც შენ ახარ. და ეს არის ძალიან ცუდი რამე, ძალიან გახლეჩილი. და აი აქ ვინც ანგლოსაქსონურ იმაში იცხოვრა, კანადა იქნება ავსტრალიაში, სადაც მეც მომიწია ცხოვრება, ამერიკაში სადაც ცხოვრობენ, სულ სხვანაირი მიმართებაა. კანონთან
შურიზიებასთან, ქრისტიანობა არის პირდაპირ გაგებით ბევრგან გაგებული, რომ გინება, ძალადობა ეს მიუღებელია, რომ მიტევება და მოთმინება არის ყველაზე ძალიან ძლიერი თვისებები ადამიანის, პატიება და მშვიდობა საზოგადოებაში, ხო? ნახეთ, სულ ქრისტიანულია ესეა, ესენი მერე ჰუმანისტებმა უფრო და უფრო გაავრცელეს. თვით საბჭოთა კავშირში უფრო ბევრი იყო ესეთი ქრისტიანული ღირებულებები, ვიდრე დღეს აგვაქვს ჩვენ ეს საქართველოში და სხვაგან. ქადაგებენ ერთს, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ სხვას ვიღებთ, იმიტომ რომ სატანა აქტიურობს მასეთ ადგილებში, გესმით და კატასტროფულია, ვერ ალაგებენ და ერევათ ტვინი და გონება, განსაკუთრებით ათეისტ პატრიოტებს. ესე იგი წარმოიდგინეთ, ჯერ ათეისტი პატრიოტი რა არის და მერე თეისტი პატრიოტი. აი რაც იყო ზუსტად გამსახურდია, ის თეისტი პატრიოტი იყო და კოსტავა და მაგალითად შევარდნაძე და მისი დამქაშები, ესენი ათეისტი პატრიოტები იყვნენ. ხედავთ? და მაინც ღმერთმა ნახეთ ათეისტ პატრიოტებს. მე მაგაზეც ვიფიქრე, რომ აი ამ ფილმმა სხვათა შორის ამ იმაში არის ამ დასაფლავებაში 1996 წლის ფილმი არის, ხო? ქრისტოფერ უოლკენი თამაშობს ამ რეჟისორის ბევრ ფილმებში, როგორც იმ მამულიანის ბევრ ფილმებში, ტაირონ პაუერი თამაშობს ბევრგან. ეს უყვართ ხოლმე რეჟისორებს ამის ამორჩევა. იქაც არის გაპარებული მარქსიზმი. გესმით, მარქსიზმი როგორ კონფლიქტში მოდის მარქსისტული მსოფლმხედველობა მაფიურთან და კაპიტალისტურთან. და ეს ამაზე ბევრი ფილმებია გადაღებული, იტალიელები იცით, ძალიან გახლეჩილები იყვნენ მაგ საკითხში და მარქსიზმი ბევრისთვის მომხიბლელი იყო, მაგრამ მე იცით რა დამაფიქრა, როგორ იყო რომ ძალიან ბევრი ქვეყნები ღმერთმა მარქსიზმზე გადახარა და მათ ჩააბარა და ძალიან ბევრ ქვეყანაში დატოვა შუალედური, გესმით, და საერთოდ გააქრო მარქსიზმი და საერთოდ ალაგმა მაფიაც. გესმით, აი თუ მიაქცევთ ყურადღებას მაგას ძალიან ბევრ ფილმებში და საზოგადოებაში და რამ გააკეთა ეს, რომელი უფრო ვიწრო სოფხედველობაა და რომელი უფრო ფართო სოფხედველობაა. და ღმერთი როგორ სასწაულებრივად მუშაობს. ეხლა საქართველოშიც მაგის ჭიდილი არ არის, ესე იგი ათეისტური გაგება, მარქსიზმი გადააგდეს და დარჩა მაფიოზური და კაპიტალისტური, გესმით? და ნახეთ, მართლმადიდებლობა ამას მოერგო და არის ქაოსი. ეს მინდოდა და უბრალოდ მეთქვა სანამდე გადავიდოდით ამ კითხვაზე და შემდეგი კითხვა ესეთი არის, რომელსაც სვავს ერიკი. მოგესალმები ჯონ, მე ვარ ერიკი. როგორ შეიძლება დაუმტკიცო მამას, რომ ბიბლია ეს ჭეშმარიტებაა? მე დავასათაურე, როგორ შემიძლია დაუმტკიცო მამას, რომ ბიბლია ღმერთის ჭეშმარიტებაა. უფრო ნაცვლად რომ გამოჩენილიყო ეს. ჯონ მაკარტური პისხოს. ერიკ, ეს ძალიან კარგი კითხვა. მე ამაზე დავწერე წიგნი და მოგვიანებით გეტყვით მის შესახებ. გინდათ იცოდეთ რაღაცა? თქვენ ვერანაირად ვერ დაუმტკიცებთ ვერავის, რომ ბიბლია ეს სიმართლე და ჭეშმარიტებაა. თქვენ ამას ვერ დაუმტკიცებთ, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ კარგი, ნათელი არგუმენტები მოიყვანოთ. მე მჯერა პირადად, რომ ბიბლია ჭეშმარიტებაა. მე იმიტომ მჯერა ეს, რომ ის მართალია. ასე რომ თქვენ ვერ დაამტკიცებთ ამ სიმართლეს, იმიტომ რომ ეს რწმენის საკითხია. ეს ინდივიდუალურად წმენის გადასაწყვეტი საკითხია და ეს არის სწორედ სულიწმინდის საქმე. ამას აკეთებს სულიწმინდა, როცა ის თქვენს გულს დაარწმუნებს. მაგრამ მე ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ მოაგროვოთ ძალიან ბევრი მტკიცებულება და არსებობს 5 მტკიცებულება, იმისა რომ ბიბლია ჭეშმარიტია. პირველი, ეს არის ადამიანების მიერ დამოწმება. მისი ჭეშმარიტების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უნდა მიმოიხოდო გარშემო და დააკვირდე იმ ცხოვრებას, რომელიც ცხოვრებაც ამ ბიბლიამ შეცვალა სულიწმინდის მეშვეობით. და ამაზე კამათი საერთოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის თვალ ნათლივ. ჩვენს წინაშია, ხომ? მეორე, რაც შეეხება იესო ქრისტეს, მის პიროვნებას, მისი მსგავსი ადამიანი არ ყოფილა კაცობრიობაში. როგორ ახსნით ამას? ადამიანებმა შეიძლებათ ადამიანებს გამოეგონათ ეს და გამოგონილი ყოფილიყო ეს პერსონაჟი? რატომ გამოიგონებდნენ ადამიანები ისეთ სრულყოფილ ადამიანს, რომელიც მერე დაგმოვდა ყველა დანარჩენს და დაადანაშაულებდა მათ? ადამიანები ასე არ წერენ წიგნებს. პირიქით, ისინი წერენ წიგნებს არასრულყოფილ ადამიანებზე, ვისთანაც მათ შეუძლიათ თავიანთი თავი რომ გააიგივონ. შემდეგ გაქვთ თქვენ მეცნიერებისა და არქეოლოგიის სფერო. როგორ აპირებთ ახსნათ ის ფაქტი, რომ ბიბლია დამოწმებულია არქეოლოგიურად და მეცნიერულად? გახსოვთ ხო ბიბლიაში ნათქვამია იობის წიგნში 26 თავი მე-7 მუხლი. მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაკიდა დედამიწა. ხედავთ? და ეს არის ბიბლიის უძველესი წიგნი. იობი არის ყველაზე უძველესი წიგნი. საიდან იცოდა იობმა ეს, როცა საუკუნეების მანძილზე არავის ჰქონდა ეს აღმოჩენილი?
მერე რას უპირებ ბიბლიის სასწაულებს? რას უპირებ წინასწარმეტყველებებს? თქვენ გაქვთ ასობით წინასწარმეტყველება, რომელიც იწინასწარმეტყველეს, რომ რაღაც მოხდებოდა და მოხდა ზუსტად ისე, როგორც ბიბლიაში ენათქვამი. გასვოთ ხო მოყოლებული დანიელი და ნაბუქონდონოსორის, გასვოთ ალექსანდრე მაკედონელი, ყველაფერი ეს ბიბლიაშია წინასწარმეტყველები. ვინ იცოდა ეს ყველაფერი ღმერთის გარდა? ასე რომ მე ვფიქრობ, ეს არის ისეთი რამ, რაც ხალხს აიძულებს დააფიქრდნენ და შეხედონ წმინდა წერილს ისე, როგორც ღმერთის სული წმინდის მიერ დაწერილ რამეს. მე მაქვს როგორც ვახსენე პატარა წიგნი, რომელიც უკვე იქნება მალე დაბეჭდილი, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ახალ გამოცემას მომავალ წელს, სახელწოდებით Focus on Fact. ფაქტებზე ფოკუსირება. ის განმარტავს ყველა იმ მიზეზს, თუ რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ბიბლია ეს ჭეშმარიტებაა. შეიძლება ეს დაგეხმაროთ ერიკ. გმადლობ ჯონ პასუხისათვის.